მერვე საათის ათვლა დაიწყო, რაც საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის შენობაში გამოკითხვაზე იმყოფება. ბაჩუ ახალაია აქ პირველ საათზე ადვოკატის გარეშე მოვიდა. ჩვენი ინფორმაციით 3 საათზე მისი გამოკითხვის პროცესი უკვე დასრულებული იყო და შეყავდათ ყოფილი ძალოვანი ხმის ნიმუშის ასაღებად, როგორც ადვოკატები გვეუბნებიან, ამ პროცედურას დაახლოებით 20 წუთი ჭირდება, 20 წუთზე მეტხანს ეს პროცედურა არ გრძელდება, თუმცა დაახლოებით 4 საათისთვის აქ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის შენობასთან გამოჩნდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელიც 1 საათის განმავლობაში იმყოფებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში. თავდაპირველად ძალოვანი უწყება არადასტურებდა, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება ბაჩუ ახალაიასთვის გახდა საჭირო, თუმცა შემდეგ სამთავრობო მედიას დაუდასტურეს, რომ სწორედ ბაჩუ ახალაიას გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ექიმები შინაგან საქმეთა სამინისტროში. 2 საათია, რაც აქ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე ბაჩუ ახალაიას ოჯახის ადვოკატი მალხას ველიჯანაშვილი მოვიდა. ის უკვე იმყოფება შენობაში და სავარაუდოდ ესწრება იმ პროცესს, რომელიც სტარდება იმ საგამოძიებო მოქმედებას ყოფილ ძალოვანთან დაკავშირებით. ბაჩუ ახალაია აქ დაიბარეს იმისთვის, რომ ხმის ნიმუში აეღოთ მისგან, რადგან პროპაგანდისტული მედიით გავრცელდა აუდიო ჩანაწერი, სადაც ბაჩუ ახალაიასა და პაატა ბურჭულაძის საუბარი იყო თითქოს აღმოჩნდელი, თუმცა არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ეს ჩანაწერი ხელოვნური ინტელექტით იყო შექმნილი და თავად ბაჩუ ახალაიამაც გამორიცხა, რომ ამ ჩანაწერში ერთი სიტყვა მაინც მას ეკუთვნოდა. არავის არ დაურეკია, უბრალოდ ვინაიდან გაიწელა ეს სიტუაცია, რომ შევიდე გავარკვიო რა მდგომარეობა, მაგიტომ მოვედი მხოლოდ და მხოლოდ. რეალურად არც რაიმე ინფორმაცია მაქვს და არც ის რომ რაიმე იქ ხდება, ან ვინმეს დავიბარებინე. უბრალოდ სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო, თუ იცით რა. აი ეგ არ ვიცი, სიმართლე გითხრათ. თვითონ ბაჩოს დაჭირდა თუ სხვას დაჭირდა ვერ გეტყვით, რომ შევალდა გამოვალ ამის მერე უფრო დეტალურად მეცოდინე ამ საკითხთან დაკავშირებით. ბაჩუ ახალაია გამოკითხვაზე იმყოფებოდა, როდესაც 4 საათის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისი მეუღლე ანი ნადარეიშვილი და მათი ოჯახის მეგობარი და ნათესავი ზვიად გაგუა დაიბარეს. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ანი ნადარეიშვილისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის მეგობრის გამოკითხვაზე დაბარების მიზეზი გახდა ის გამოძიება, რომელიც 5 ოქტომბერს დაიწყო ბიძინა ივანიშვილის სუსმა. ამ გამოძიების მიხედვით თბილისთან ახლოს იპოვეს იარაღების სამალავი და ეს თავდაპირველად უკრაინას დაუკავშირეს ეს სამალავი და რატომღაც აღმოჩნდა, რომ ახლა ბმა ჰქონდა ამ სამალავს ანი ნადარეიშვილთანაც და კითხვების სურთ დაუსვან თავდაცვის ყოფილი მინისტრის მეუღლეს ამ საქმესთან დაკავშირებით. ანი ნადარეიშვილი მზად არის მივიდეს სუსის შენობაში, ყველა კითხვას პასუხი გასცეს, ოღონდ ელოდება, როდის დასრულდება ბაჩუ ახალაიას გამოკითხვა, რადგან ოჯახის ადვოკატი ახლა მასთან ერთად იმყოფება. მას შემდეგ, რაც მალხაზ ველიჯანაშვილი დატოვებს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის შენობას, ანი ნადარეიშვილი მზად არის მივიდეს მამუკა მდინარაძის უწყებაში. აქ ერთი საყურადღებო ფაქტი არის, მეგობარი, რომელთან დაკავშირებითაც ახლა მაყურებელს მივაწოდე ინფორმაცია, ელოდებოდა ბაჩუ ახალაია შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან, თუმცა სუსის გამომძიებლები მოვიდნენ აქ და წაიყვანეს გამოკითხვაზე. შესაბამისად ახლა საინტერესო არის რა კითხვები აქვთ მასთან დაკავშირებითაც. მე ვფიქრობ, რომ კი ჯანმრთელობის პრობლემები რა თქმა უნდა 10 წლის განმავლობაში ადამიანის სამართალ საკანშირო ზის ალბათ არც უნდა დავსვათ ეგ კითხვა, რა თქმა უნდა ექნება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ის რაც ახლა ჩემ თავსაც ხდება, ალბათ ისიც უთხრეს და შეიძლება მაგაზე ინერვიულ, არ ვიცი ვერ გეტყვი. რაზე ყავხართ დაბარებული? გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტყეში ნაპოვნ სამალავებთან დაკავშირებით. რა კავშირი შეიძლება გქონდეს ამ სამალავებზე? არანაირი კავშირი საერთოდ ძალიან ეჭვი მეპარება, რომ საერთოდ რამე იპოვეს. თავისი ჩათხრილი იარაღი ამოთხარეს.
რა კავშირი აქვს ბაჩუ ახალაიას 4 ოქტომბრის დიდი შეკრების ორგანიზებასთან? ეს არის ახლა კითხვა, რომელთან დაკავშირებითაც დიდი ალბათობით ძალოვანი უწყების წარმომადგენლები კითხვებს უსვამენ თავდაცვის ყოფილ მინისტრს. დღეს ჰქონდა შესაძლებლობა მედიის წარმომადგენლებს გვეკითხა ბაჩუ ახალაიასთან დაკავშირებით, რას ფიქრობდა ის ამ დიდ შეკრებასთან დაკავშირებით, ვისთან ჰქონდა ბოლოს კომუნიკაცია ორგანიზატორებიდან, არის თუ არა ფალსიფიცირებული ის აუდიო ჩანაწერი, რომელიც პროპაგანდისტულმა მედიამ გავრცელა. ყველა კითხვასთან დაკავშირებით დღეს პასუხები მივიღეთ თავდაცვის ყოფილი მინისტრისგან.